ნაგვის მანქანაში, რომელიც ისრაელში შედიოდა, რაღაც ცოცხალი იყო და ის იქ არ უნდა ყოფილიყო. როდესაც უსაფრთხოების ძალებმა მანქანა გახსნეს, შიგნით 68 ადამიანი აღმოაჩინეს. ვინ იყვნენ ისინი და რატომ რისკავდნენ ასე? და თუ ეს შეღწევის მცდელობა გამოავლინეს, რამდენი ვერ აღმოაჩინეს. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. არა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Judication-ში JNS TV-ზე. ნება მომეცით აგიხსნათ ეს კლიპი. უსაფრთხოების ძალებმა სამარიის გადაკვეთის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს 68 პალესტინის ადმინისტრაციის არაბი, რომლებიც ცდილობდნენ ცენტრალურ ისრაელში უკანონოდ შესვლას ნაგვის მანქანაში დამალვით. მძღოლი ქფარ-ქასემის 30 წელს გადაცილებული მცხოვრები დააკავეს. ეს არალეგალები სამუშაოს საძიებლად იყვნენ. ვინ აქედან გარისკავდა თავისი ოჯახის კეთილდღეობას? მადლობა ღმერთს, რომ ისინი დააკავეს. რამდენი არ არიან დაჭერილი და რამდენი იპარება ქვეყნის ცენტრში ყოველდღიურად. იქნება ეს უსაფრთხოების ბარიერში ხრელები, ბარიერზე გადაძრომა თუ გამშვებ პუნქტებში შეპარვის მცდელობა. ეს სერიოზული პრობლემა. გასაოცარია, რომ უსაფრთხოების ძალებმა ეს სატვირთო მანქანა შეაჩერეს. რა თქმა უნდა, რა მოხდა სოციალურ მედიაში. ისრაელის მოძულეებმა განაცხადეს, რომ ისრაელმა ამ ხალხი, ეს არაბები, ნაგვის მანქანაში ჩასვეს გადასაყვანად და ხალხმა დაიჯერა ეს. ვერ გეტყვით, რამდენჯერ ნახე ეს ვიდეო X-ზე გაზიარებული, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ებრაელებმა არაბები ნაგვის მანქანაში ძალით ჩასვეს. ეს უბრალოდ სიგიჟეა, რა სამყაროში ცხოვრობთ, სადაც ხალხს შეუძლია რაც უნდა ის გამოიგონოს და სასარგებლო იდიოტები დაიჯერებენ ამას, ან ებრაელთ მოძულეები ფაქტად გაავრცელებენ. ეს არ მიგვირს. 10 წუთი გაატარე ინტერნეტში და ნახავ, რამდენი ებრაელთ მოძულებაა იქ. ეს უბრალოდ სიგიჟეა, რამდენად შორს მიდიან ადამიანები, რომ ისრაელი და ებრაელები ცუდად წარმოაჩინა. გავაგრძელოთ, გამოიცანით, რა გააკეთა გერმანიის კანცლერმა ჰოლოკოსტის მოწამეებისა და გმირების ხსოვნის დღის 2026 წლის აღნიშვნამდე, რომელიც გას უკვირას იყო. ნახეთ ეს ტვიტი. მე ღრმად შეშფოთებული ვარ პალესტინის ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებით, წერია აქ. ჩემს სატელეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუსთან მკაფიოდ განვაცხადე, რომ არ უნდა მოხდეს ფაქტობრივი ანექსია იმისა, რასაც ის დასავლეთ სანაპიროს უწოდებს. ასე რომ, იმ დღეს, როცა ვიხსენებთ 6 მილიონ ებრაელს, რომლებიც გერმანელმა ნაცისტებმა მოკლეს, გერმანიის ხელმძღვანელი წყვეტს, სად უნდა იცხოვრონ ან არ იცხოვრონ ებრაელებმა. საინტერესო. ეხლა მე არ ვამბობ, რომ კანცლერი ნაცისტია. პირდაპირ ვთქვათ, არ ვიცი რა არის ის, მაგრამ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის გამოყენება იმის გადასაწყვეტად, სად ფიქრობენ გერმანელები, რომ ებრაელებს შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ცხოვრება, აი ეს ირონიულია. უკეთესი ტერმინი იქნებოდა რასისტი, როცა ამბობ, რომ ებრაელებს არ შეუძლიათ იცხოვრონ იუდეაში ეთნიკური წარმომავლობის გამო. ის გატაცება, რაც მსოფლიოს ბევრ საზოგადოებას აქვს ებრაელების მიმართ, როცა ისინი ჩვენს უძველეს ბიბლიურ და ისტორიულ სამშობლოში პერგოლებს ან საბავშვო ბაღებს აშენებენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ისრაელმა არ უნდა მისცეს ევროპელ ლიდერს უფლება უკარნახოს ჩვენი შიდა პოლიტიკა, განსაკუთრებით იმათ, ვინც საკუთარ რასიზმს მალავს და ამას ეგრეთ წოდებულ ჰუმანიტარულ საკითხად ასარებს. თუ არაბებს შეუძლიათ იცხოვრონ ადგილას, რომელსაც იუდეა ქვია, მაშინ ებრაელებსაც შეუძლიათ იქ ცხოვრება. ასევე რაც შეეხება ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, როგორც JNS News-მა გაავრცელა, პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ოშაბათ საღამოს მედალი მიანიჭა გარდაცვლილ პირს, რომელიც ხელმძღვანელობდა პალესტინის ავტონომიის ეგრეთ წოდებულ გადაიხადე მკვლელობისთვის პროგრამას, რომლის მეშვეობითაც რამალახი სტიპენდიებს უხდის ისრაელში დაპატიმრებულ ტერორისტებს და დაღუპული ტერორისტების ოჯახებს. აბასმა პალესტინის სახელმწიფოს ორდენის ღირსების ვარსკვლავი გადასცა გარდაცვლილი ქადრი აბუ ბაქრის ნათესავებს, პალესტინის ავტონომიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ვაფას ინფორმაციით. აბუ ბაქრი იყო პალესტინის ავტონომიის მიერ დაფინანსებული პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პატიმართა საკითხების კომისიის დირექტორი, რომელიც პალესტინის ავტონომიის იმ სისტემის ნაწილი იყო, რომლის მეშვეობითაც ტერორისტებსა და მათ ოჯახებს უხდიან ფულს, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების ფორუმის ანალიტიკური ცენტრი იუწყება. ჰოლოკოსტის ისტორიკოსმა რაფაელ მედოფმა, რომელიც დევიდსეს ვაიმანის სახელობის ჰოლოკოსტის კვლევების ინსტიტუტის დირექტორია, თავის სარედაქციო სტატიაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ ცერემონია იმ დროს გაიმართა, როცა ისრაელმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და გმირთა ხსოვნის დღე, იომ ჰაშოა, დაიწყო. ის ყოველ წელს აღინიშნება ებრაული თვის ნისანის 27 რიცხვში, რომელიც წელს 13 აპრილის მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო. მან იკითხა, უბრალოდ დამთხვევაა, რომ აბასმა აბუ ბაქრის პატივსაცემად ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს აერჩია.
ალბათ არა, თუ გავითვალისწინებთ აბასის ღრმა ინტერესს ჰოლოკოსტის მიმართ, დაწერა მედოფმა, რითაც მან აბასის 1983 წლის სადოქტორო დისერტაციას მიუთითა. წიგნად იქცა სახელწოდებით სხვა მხარე, ფარული ურთიერთობები ნაციზმსა და სიონისტური მოძრაობის ლიდერობას შორის. ნამდვილი რიცხვი ებრაელების, რომლებიც ნაცისტებმა მოკლეს, ბევრად ნაკლები იყო 6 მილიონზე და შესაძლოა 1 მილიონსაც კი არ აღემატებოდა, დაწერა აბასმა. აბასის თქმით, ბევრ მეცნიერს დაუწყია კამათი 6 მილიონი ებრაელის რიცხვზე და მივიდნენ გასაოცარ დასკვნებამდე, რომ ებრაელი მსხვერპლების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენდა. ასე ამტკიცებდა ის. 1960-იანი წლებიდან აბუ ბაქრის როლი ფათაჰის მოძრაობაში, რომელიც პალესტინის ავტონომიის მთავარი პოლიტიკური ძალა, იყო ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდება, რათა მათ ებრაელები მოეკლათ. ასე ამბობს მედოფი. ფაქტია, რომ აბუ ბაქრმა 20 წელი გაატარა ისრაელის ციხეებში და ისრაელის ხელისუფლებამ იგი იმდენად საშიშად მიიჩნია, რომ გათავისუფლების შემდეგ ერაყში გადაასახლა. აქ საქმე გვაქვს ტერორისტთან, რომელიც პასუხისგებელი იყო იმაზე, რომ ყველა დანარჩენ ტერორისტს ფული მიეღო. ეს იყო მისი საქმე. და მას სიკვდილის შემდეგ დიდ ჯილდოს აძლევენ. რისთვის აძლევენ ამ ჯილდოს? იმისთვის, რომ ეფექტური ტერორისტი იყო და ზრუნავდა იმაზე, რომ სხვა ტერორისტებს და მათ ოჯახებს ფული მიეღოთ. და როდის ხდება ეს ყველაფერი? როდის ირებს ამ ჯილდოს? იმ დღეს, როცა ჩვენ ვიხსენებთ 6 მილიონ ებრაელს, რომლებიც ნაცისტებმა მოკლეს, და ამას რომ დავამატოთ, პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი ცნობილი ჰოლოკოსტის უარმყოფელია. ნახეთ, როგორ ერწყმის ეს ყველაფერი ერთმანეთს. აი, ვისთანაც გვაქვს საქმე. ეს არც კი არის ჰამასი. ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მშვიდობის პარტნიორები არიან პალესტინის ავტონომიიდან. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმნით 1990-იანი წლების დასაწყისში და რომელიც უნდა შეიცვალოს, სანამ ძალიან გვიან არ არის. გავაგრძელოთ ფართოდ გავრცელებული დასახლებულთა ძალადობის მითი გათვლილი სისხლის ცილის წამებაა. ჩვენ თითქმის ყოველ კვირას ვსაუბრობთ დასახლებულთა ძალადობაზე ან სავარაუდო დასახლებულთა ძალადობაზე ამ გადაცემაში. უკვე დიდი ხანია, რომ ყველა ებრაულმა ჯგუფმა და ოფიციალურმა პირმა უნდა შეწყვიტოს ასეთი საშიში ტყუილების გავრცელება. ეს არის მორთ კლაინის ZOA-ის ეროვნული პრეზიდენტის თქმით, რომელიც მან ამ კვირაში JNS-ში გამოქვეყნებულ სვეტში დაწერა. კლაინის თქმით, იმ შემთხვევების 98%, სადაც არაბების დაღუპვას ან დაშავებას ამტკიცებენ, უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებას უკავშირდება და არა ეგრეთ წოდებლის დასახლებების წარმომადგენლებს. ისრაელის უსაფრთხოების ძალებს ხშირად უწევთ არაბი ტერორისტების შეჩერება თავდასხმის განხორციელების დროს. დაპირისპირებები ასევე ხდება მაშინ, როდესაც არაბი ტერორისტები ესვრიან უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ცდილობენ ტერორისტების დაკავებას თავდასხმის დაგეგმვის ან განხორციელების გამო. ისრაელის ხელისუფლებამ მკაცრად ეპყრობა ასეთი ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. კლაინმა ასევე განიხილა ორგანიზაცია რეგავიმის მიერ 2025 წლის აპრილში გამოქვეყნებული დეტალური 125 გვერდიანი ანგარიში. ეს დასახელებული იყო როგორც ცრუ დროშები და რეალური დღის წესრიგები, დასახლებულთა ძალადობა, თანამედროვე სისხლის ცილის წამება. ანგარიში გაანალიზებულია გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისი OSHA. როგორც ცნობილია, მათი ვებგვერდი აგროვებს დასახლებულთა ძალადობის შესახებ სავარაუდო ანგარიშებს, რომლებიც OSHA-ს მიეწოდება. ანტიისრაელური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების, პალესტინის ადმინისტრაციის და სხვა ანტიისრაელური წყაროების მის მიერ. ფრთხილმა ანალიზმა აჩვენა, რომ OSHA, პალესტინის ადმინისტრაცია და ანტიისრაელური არასამთავრობო ორგანიზაციები შემდეგ შემთხვევებს ითვლიდნენ დასახლებულთა ძალადობად. ამას ვერ დაიჯერებთ. არაბები, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ მაშინ, როცა ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებდნენ ისრაელელებს. ეს ითვლება დასახლებულთა ძალადობად. არაბების თავდასხმები ისრაელელებზე არასწორად კლასიფიცირდება, როგორც ისრაელელების თავდასხმები არაბებზე. ებრაელების ვიზიტები ტაძრის მთაზე. ეს ითვლება დასახლებულთა ძალადობად. შეტაკებები უსაფრთხოების ძალებთან. ტურისტები სტუმრობენ არქეოლოგიურ ადგილებს. არანაირი ძალადობა, უბრალოდ არქეოლოგიური ადგილის მონახულება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო კანონის ფარგლებში ატარებს, სატრანსპორტო შემთხვევებს დასახლებულთა ძალადობად მიიჩნევენ. ისრაელი ტურისტების ან მოგზაურების სავარაუდო უკანონო შეღწევა, როცა არანაირი ზიანი არ მიადგა არც ქონებას და არც ადამიანს. და სიაგრძელდება. შეტაკებებში მონაწილეობა, როცა არ არის მითითებული, ვინ დაიწყო ან ვინ იყო პასუხისგებელი სავარაუდო შეტაკებაზე, სხვა აშკარად არაძალადობრივი შემთხვევები. ეს არის მთელი სია. ამ შემთხვევებიდან ნებისმიერი ავტომატურად ითვლება OSHA-ს ამ გაეროს ორგანოს მიერ, როგორც დასახლებულთა ძალადობა. კლაინი ამბობს, რომ რეგავიმის ანგარიში, რომელიც მან შეაჯამა თავის კონგრესში მიცემულ ჩვენებაში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტში, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებზე გასულ დეკემბერში, სავალდებულო წასაკითხი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც აცხადებს, რომ დასახლებულთა ძალადობაზე საუბრობს. თუ Google-ში მოძებნით დასახლებულთა ძალადობას, ალბათ იმდენივე შედეგს მიიღებთ, რამდენსაც ახლენსაც ახლო აღმოსავლეთის ომზე.
ეს აბსოლუტური აკვიატება. და როგორც ახლა ხან თქვით, ციფრებს ნუ დავჯერებთ. თუ ისრაელის ბიბლიური გულში 2000 წლის არქეოლოგიურ ძეგლს ეწვევით და გაეროს მიხედვით ინციდენტის გარეშე, თქვენ ძალადობრივ დასახლებულად ითვლებით. მეგობრებო, სანამ მათ სტატისტიკას და ტყუილებს ავტომატურად დაიჯერებთ, სიღრმეში უნდა ჩახედოთ. ზუსტად დროზე, ამას ვერ მოვიგონებდი. გასულ 4 შაბათს არაბმა ტერორისტმა სცადა დანით თავდასხმა ემეკ-დორონის სასოფლო-სამეურნეო თემში, ცენტრალურ სამარიაში. პოლიციის ინფორმაციით ადგილზე მყოფმა შეიარაღებულმა მოქალაქემ, რომელსაც იურიდიულად ლიცენზირებული იარაღი ჰქონდა, ამოიღო იარაღი და ესროლა თავდამსხმელს, გააუნებელყო იგი და საფრთხე აღმოფხვრა. მიღებული ცნობების მიხედვით ტერორისტი მოგვიანებით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. იცით ეს რას ნიშნავს განსაზღვრებით? ახლა ხან ამაზე ვსაუბრობთ, სწორად მიხვდით. ეს არის დასახლებულთა ძალადობა. და დარწმუნებული ვარ, ისრაელის მოძულეები სოციალურ ქსელებში ალბათ ამტკიცებენ, რომ ებრაელმა არაბი მოკლა. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ის შეიარაღებული იყო და მასობრივი დანით თავდასხმის დაგეგმვას აპირებდა. შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ ესეთ ამბებში ისინი იტყოდნენ, რომ ის სადილზე იყო ალბათ. დანაქონდა იქნება ეს მის ყასაბს უკავშირდებოდა. ვიცი გიჟურად ჟღერს, მაგრამ მე თვითონ მინახავს ესეთ ამბებში, როგორც წარმოაჩენენ ტერორისტს, როგორც უდანაშაულო გამლოს, რომელსაც ებრაელებმა მოკლეს. ვერ გადმოვცემ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევებზე ფაქტები გქონდეს. და აი კიდევ რამდენიმე შემთხვევა გასული კვირიდან. ისრაელის ჯარისკაცებმა სასიკვდილოდ ესროლეს ტერორისტს, რომელიც სამხედროების თქმით ჯუდეასა და სამარიაში, იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით არეულობის დროს ჯარისკაცებს ქვებს ესროდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს 5 შაბათს. სამხედროების თქმით არეულობა დაიწყო ოპერაციული მოქმედების დროს, როდესაც ტერორისტმა ჯარისკაცებს ქვები ესროლა, რაც საფრთხეს წარმოადგენდა, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი და გაანეიტრალეს თავდამსხმელი. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა, ღმერთს მადლობა. ამას რა თქმა უნდა დავუმატოთ დასახლებულთა ძალადობის სია. აი კიდევ ერთი. უსაფრთხოების თანამშრომლებმა მოკლეს დანით შეიარაღებული არაბი ტერორისტი, რომელიც შაბათ დილით იუდეაში, ნეგაჰოტის ებრაულ დასახლებაში შეიჭრა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები ითხოვინებიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეჭვმიტანილი მოკლეს მაშინ, როცა ის ადგილობრივი უსაფრთხოების ჯგუფის წევრს თავს ესხმოდა. ინციდენტის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობით ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ოპერაცია ჩაატარეს ნეგაჰოტის მახლობლად მდებარე სოფელში, სამხრეთ ხებრონის ბორცვებში, სადაც ტერორისტი ცხოვრობდა. ჯარისკაცებმა ჩაატარეს მიზანმიმართული რეიდი ტერორისტის საცხოვრებელში და აღმოაჩინეს თვითნაკეთი იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. კიდევ ერთხელ იყო ტერორისტული თავდასხმების განხორციელების არაერთი მცდელობა. ღმერთს მადლობა, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და არც ერთი ისრაელი არ დაშავებულა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ისრაელის მტრები იუდეასა და სამარიის მოსახლეობაზე ანგარიშების შედგენისას ამ შემთხვევებს კოლონისტების ძალადობის ფაქტებად ჩათვლიან. გავაგზავნოთ აბუ ალი ექსპრესი ტელეგრამზე ამბობს, რომ იტალიური ჟურნალის ფოტოსთან დაკავშირებით, რომელმაც სოციალურ ქსელებში ისრაელის წინააღმდეგ სიძულვილის ტალღა გამოიწვია, დამატებითი დეტალები ირკვევა. ასე რომ იტალიურმა ჟურნალმა Le Espresso ფოტოს გამოყენებით სცადა დაემტკიცებინა, რომ რელიგიური ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები იუდეასა და სამარიაში არაბებს ძალადობენ. ვიდეოც არსებობს. ალარბიას რეპორტაჟში ფოტოს გმირი მიატ აბუ ალ-რუბი ინტერვიუში მონაწილეობს. და ის თავის სიტყვებში ხსნის, რომ ადგილზე საკუთარი ინიციატივით მივიდა, როგორც იუდეაში ებრაელების წინააღმდეგ გამართული პროტესტის ნაწილი. როგორც ვიდეოში ჩანს, ადგილზე უჩვეულოდ ბევრი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იმყოფებოდა, რომლებიც მიაცელოდნენ, რათა მას მათთვის მიეწოდებინა მისი სასურველი დღის წესრიგის გასავრცელებლად საჭირო მასალა. სხვა სიტყვებით, ეს წინასწარ დაგეგმილი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ იქ არ ყოფილა ძალადობა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების მხრიდან, მხოლოდ მზერის ან თვალის გადავლების ფოტო იყო. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით ეს შემთხვევა 6 თვეზე მეტი ხნის წინ ჰებრონის რაიონში მოხდა. აბუ ალი ექსპრესი ამბობს, რომ გაურკვეველია, რატომ გადათვიტა ჟურნალმა სწორედ ახლა, აპრილის დასაწყისში გამოეყენებინა იტალიელი ფოტოგრაფის ფოტო. და ორგანიზაცია Honest Reporting-ის მედია მონიტორინგის ჯგუფის მიხედვით, რეალურად არაბი ქალი არ ყოფილა შევიწროებული. ის თავად იყო შევიწროების ავტორი. ფოტომ ამბავი თავდაყირა დააყენა, რათა გაეძლიერებინა ის ნარატივი, რომლის თქმად სურდათ ფოტოგრაფსა და ჟურნალს. ეს არის ახალი ანტისემიტიზმი, რომელსაც პალესტინის ავტონომიის არაბები აღვივებენ. აქ კი თქვენ ხედავთ ებრაელისა და ამ არაბი ქალის ფოტოს. არანაირი ძალადობა, არანაირი ინციდენტი, უბრალოდ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი ამოწმებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობს. და მაინც ეს იტალიური ჟურნალი იღებს ამ ფოტოს, რომელიც 6 თვის წინ არის გადაღებული და როგორც მე მჯერა, აყენებს მას თავის ყდაზე ისრაელის ჯარს ძალადობაში ადანაშაულებს. გესმით ეს? ეს არ არის რეპორტაჟი. ეს არ არის ჟურნალისტიკა.
ეს პროპაგანდა. ეს არის საზიზღარი სტერეოტიპები რელიგიური ჯარისკაცების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათი აზრით ეძიტოტელე დასახლებელებს განასახიერებენ. ეს ნამდვილი ჟურნალისტიკა არ არის. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ჟურნალი, მაგრამ ისინი მაინც ამ ფოტოსთან რჩებიან. მე მათ ვეუბნები, სირცხვილია. ასევე ამ კვირაში Palestinian Media Watch იუწყება, რომ პალესტინის ავტონომიის მიხედვით ისრაელმა სპეციალური ტიპის მბრნელი შექმნა. არ ხუმრობ, რომელიც სპეციალურად ესმის თავს არაბ ბავშვებს და ავადმყოფებს ღაზაში. არა, ეს არ არის ამბავი ონიონიდან. ეს არის პალესტინის ავტონომიის მიერ ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ სისხლიანი ცილისწამების გავრცელება. PMW ამბობს, რომ ღაზის სექტორში ახალი ვირთხები შესაძლოა იყოს ისრაელის გენეტიკურად მოდიფიცირებული სხვა ვირთხების უფრო გვიანი ვერსია, რომლებიც პალესტინის ავტონომიამ 2008 წელს გამოავლინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ისინი ამბობენ, რომ ეს ვირთხები შექმნილია იერუსალიმის არაბების გასადევნად. PMW მაშინ გაავრცელა ინფორმაცია პალესტინის ავტონომიის აბსურდულ ბრალდებებზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გიგანტური ვირთხები იმუნურები იყვნენ ვირთხების საწინააღმდეგო შხამზე, აგრესიულები და ჩვეულებრივზე დიდი ზომის, არ ეშინოდათ კატების და შეეძლოთ მათი დაფრთხობა. ძალიან ნაყოფიერი მდედრი ვირთხები წელიწადში 140 ნაშიერს აჩენენ, რაც 4-ჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს. და რა თქმა უნდა, ეს მღნელები ძალიან შერჩევიდები არიან, რადგან იერუსალიმის ებრაელი მცხოვრებლები ამ ცხოველებისგან არ ზარალდებიან. მეგობრებო, ეს ხუმრობას გავს, მაგრამ ასე არ არის. ისრაელელები ამ დიდ ვირთხებს ქმნიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს სიმართლეა. და ეს ანგარიშები ვრცელდება და ხალხის ჯერა, რომ სწორედ ამას აკეთებს ისრაელი. ეს არის გეგმა, თუ როგორ უნდა შთააგონო მომავალი თაობა ისრაელის სიზულულით და უბიძგომაგო. მათ რომ ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ ებრაელების წინააღმდეგ ებრაულ სახელმწიფოში, რა სამწუხაროა. მინდა ეს კვირა დადებითი ამბებით დავასრულო. Medialine იუწება, რომ ტენესის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია 1446, რომელიც ცნობილია როგორც იუდეასა და სამარიის აღიარების აქტი. ეროვნული ასოციაცია ქრისტიანი კანონმდებლებისა აცხადებს, რომ ეს ზომა გუბერნატორს გადაეგზავნა, როგორც სახელმწიფო მთავრობის კომუნიკაციებში ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციის მცდელობის ნაწილი. კანონმდებლობა ავალდებულებს სახელმწიფო სააგენტოებს ოფიციალურ მასალებში გამოიყენონში იუდეა, ტერმინი იუდეა და სამარია. ხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ეს ტერმინოლოგია ასახავს ებრაელთა უძველეს ისტორიულ კავშირს ამ მიწასთან. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი დასავლეთ სანაპირო, რომელიც ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო დონეზე, უკავშირდება იორდანიის მიერ ტერიტორიის კონტროლს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ტერიტორიის არალეგალური კონტროლი 1948 წლის შემდეგ. და კანონპროექტის მხარდამჭერების თვალსაზრისით, ეს უფრო მოგვიანებით გაჩენილი პოლიტიკური იარლიკია. NACL-მა განაცხადა, რომ ეს დირექტივა მიზნად ისახავს მთავრობის სხვადასხვა უტყებაში ერთგვაროვნების შექმნას და ენის შესაბამისობას იმასთან, რასაც ის აღწერს, როგორც დადგენილ ისტორიულ წყაროებს. ეს შესანიშნავი ამბავია და იმედი მაქვს ტენესის გუბერნატორი ხელს მოაწერს ამას. თუ ამ გადაცემას უყურებთ და ტენესიში ცხოვრობთ, ვთხოვთ წერილი გაუგზავნეთ თქვენს გუბერნატორს და მოუწოდეთ ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტს. სახელია იუდეა და სამარია. დასავლეთის სანაპირო ეს ტერმინი არის მცდელობა, რომ დააკნინონ ებრაელების უძველესი კავშირი ამ ტერიტორიასთან. სამწუხაროდ, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ამ ტერმინს. ეს არის სრული პროპაგანდა, რომელიც ცდილობს საშალოს ებრაული ისტორია ჩვენს ბიბლიურ სამშობლოში. მადლობა ტენესის შესანიშნავ ხალხს და ყველას, ვინც მონაწილეობდა. ვიცი, რომ ASS-ს ბევრ სხვა შტატში მიმდინარეობს მსგავსი კანონმდებლობის მიღების პროცესი. ამ ბრძოლაში ნარატივებზე, სადაც კალამი შეიძლება მახვილზე ძლიერიც კი იყოს, თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ეს შესანიშნავი ამბავია. მადლობთ, რომ შემოგვიერთდით JNS TV-ზე კიდევ ერთი ეპიზოდისთვის გადაცემისა Judacation-ი. მინდა მადლობა გადაუხადო აქ კულისებში მომუშავე ხალხს. პროდიუსერი Barbara Khanamovi, ინჟინერი Aaron Rogalanteri, რომელიც აქ პულტთან მუშაობს, Zach Sickermani, Ryan Lipshitsi, სადგურის მენეჯერი Yuri Swetsky და ვიდეო რედაქტორი Olga Senatovi. დარწმუნდით, რომ ეწვევით JNS TV-ს ყველა იმ შესანიშნავი კონტენტისთვის, რასაც ისინი გთავაზობენ. გამოიწერეთ, დაგვიტოვეთ, სუპერ მადლობა. ჩემი სახელია ჯოშ ჰასტინი, JNS News-ის კორესპონდენტი. მომავალ კვირას ისე ვნახავთ აქ, გადაცემა ჯუდეკიჩონიზე, JNS TV-ზე.